სალამი მეგობრებო, მოგესალმებით და უკვე მორიგი ეპიზოდი არის, მეორე ეპიზოდია, ჩვენ დებიუტი უკვე ქონდა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავ ბადრი, მაგრამ ეხლა დრო არის უკვე მეორე ეპიზოდით ჩავწეროთ. კი ბატონო, ვინც ახლა შემოგვემატეთ და თქვათ არ გინახავთ პირველი ეპიზოდი, მე კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ჩემ უკვე კოლეგას და მეგობარს, რა თქმა უნდა, უფროს მეგობარს, ბადრი გელაშვილი, ილო ბეროშვილი. ჩვენ ამბავს ქვია პრემიერლიგა პლუსი. მაგრამ როგორც იცით და ვინც პირველ ეპიზოდს უკვე უყუროთ, იცით რომ მხოლოდ პრემიერლიგაზე არ გვექნება საუბარი, ვით უმეტეს ამ პერიოდში, ვით უმეტეს როცა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ასე რომ პრემიერლიგა, რა თქმა უნდა, ჩვენი ასე ვთქვათ, დნმ-ია და იქნება ძირითადი ჩვენი კონტენტის ნაწილი, მაგრამ ამავე დროს შანსი არ არის, რომ ჩვენ გინდა ჩვენი ქართველი ფეხბურთელების წარმატება გამოგვრჩეს, ან სხვა ჩემპიონატებში საინტერესო მოვლენებსაც აუცილებლად შევეხებით ხოლმე. თუმცა კიდევ ერთხელ ბირთვი ყოველთვის იქნება პრემიერლიგა პლუსი. იმიტომ რომ ეს ადამიანი გახლავთ ლივერპულის გულშემატკივარი. მე აიაქსის და ვინმეს დაგაინტერესებდათ ერედივიზიონი პლუსი. არა, ხო? იმიტომ რომ პრემიერლიგა ბრენდია, პრემიერლიგა. ნომერ პირველი. მოგესალმები, ბატრი, როგორ ახარ პირველ რიგში ეგ გითხარი და გაუზიარეთ ჩვენ ხალხს, აბა, ვინც ჩვენ კომუნაშია. რა ხდება შენსკენ, როგორ ხარ, ხუმშვიდობაა? ყველას ვიესალმები ჩვენ უძვირფასეს მაყურებელს. სასიამოვნოა რომ მოეწურა გარკვეულ ნაწილს, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვხურდებით ჩემო როგორც ასეთი სიარულს ვიწყებთ. და სიარულს ვიწყებთ. პატარები ვართ. კი ბატონო, ძალიან ახალდაბადებულები და მაქსიმალურად ვეცებით, იცი როგორი მომენტია, რომ ჩვენ გვინდა გასართობ პროცესში მივაწოდოთ აი ეს ინფორმაციები და არა მოსაწყენი ციფრები, რაღაც ცხრილი, რა თქმა უნდა, საჭიროა, აუცილებლად იქნება. მერე დავხვეწავთ ამას ყველაფერს, მაგრამ თავარი არის, რომ სასიამოვნოდ გაატაროს ჩვენმა მაყურებელმა საღამო და ისეთი სიამოვნება მიიღოს, რომ იმ ფეხბურთის ყურებითაც მიიღოს სიამოვნება და თან ჩვენთან ურთიერთობითაც. თავარი ეს არის. მიზანი ეგ არის, რა თქმა უნდა. ისე სხვათა შორის ახლა მაგ თემას შეეხეს, სანამ გავხურდებით, ერთ თავიდანვე კითხავ. ნებისმიერ სპორტში რაღაცნაირად ორად იყოფიან თითქოს ხალხი რა. სტატისტიკის ხალხი და აი ტესტს რო ეძახიან იმის ხალხი. ანუ ადამიანები, რომლებიც თქვათ თავის არგუმენტებს აგებენ სტატისტიკების მიხედვით, თუ გეტყვის რომ ესა თუ ის მოთამაშე ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ აუ იცი რა არის, აი გავიგე, მაგრამ ციფრები ყოველთვის არ გადმოსცემენ რეალობას. და უფრო ჩემი ინტუიციის, ჩემი თვალის მჯერა. შენ რომელ კატეგორიას განეკუთვნები? მე იმ კატეგორიას განმეკუთვნები, რომელიც პირდაპირ თვალით ხედავს რა და როგორ არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმას თავისი ადგილი აქვს, ბევრი მაგით სარგებლობს და სიამოვნებასაც იღებს, მაგრამ ჩვენი განყოფილება ეს არის. რომ მაქსიმალურად ბუნებრივად მივაწოდოთ, საუბარიც ბუნებრივი გვექნება, ეხლა შეიძლება მე მაღალფარდოვანი სიტყვებით ვერ ვთქვა ის და ვერ გამოვხატო როგორც საჭირო, მაგრამ გულია და აი როგორც ძმაკაცები ზიან. აბა რა. პაპში ზიან. კაი. ეხლა მოდი პირველ რიგში შევეხოთ იმ ამბავს, რომ ფაქტიურად ყველა ფინალისტი არის გარკვეული, ანუ ყველა პრესტიჟულ ტურნირს გულისხმობს საერთაშორისო ტურნირებს რა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები უკვე ნახეთ ვინ იყო და ფინალში მოდი ჯერ დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით და მერე გადავალთ უკვე ყველა ლიგაზე და ყველა ფინალისტზე ვისაუბრებთ რა. ერთი რაც უბრალოდ თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველგან ჩემპიონთა ლიგაზეც და ევროპის ლიგაზეც და კონფერენციის ლიგაზეც ყველგან ბრიტანული გუნდი არის ფინალში. ხო? ინგლისის რა, ანუ ამ შემთხვევაში ინგლისის ხო და ოღონდ სანამ მოდი თუ გინდა ამ ტენდენციაზე თქვი, ეს შენთვის რას ნიშნავს, რომ ინგლისიდან არის ყველა გუნდი წარმოადგენილი და ამავე დროს ისიც აღვნიშნოთ, რომ არსენალი პირველად 20 წლის განმავლობაში გავიდა ფინალში. აი ეს ორი თემა გავერთიანოთ, ჯერ ამაზე ვიმსჯელოთ და მერე შემდეგ სხვა იმაზეც გადავალთ. მოკლედ ერთი რაღაცა მოხდა, ის კვირა იყო, აი ძალიან დახუნძურული იყო გადამწყვეტი თამაშებით. ხო. და გამოვლინდა ყველა ფინალისტი, ევროთასების ყველა ფინალისტი გამოვლინდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამივე მთავარ ევრო ტურნირების ფინალში არის სამი ინგლისური კლუბი. სხვადასხვა თითო კლუბია, მათ მეტოქეებად ყავთ ტოპ ჩემპიონატების გუნდები და გამონაკლისი რა თქმა უნდა ვინ უნდა იყოს? იტალია და საფრანგეთის გუნდია, რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭი, ჩვენი ხვიჩა რომ მონაწილეობს და გულშემატკივრობთ, PSG, თავარი ფინალი, შემდეგ გერმანიის ფრაიბურგი ეთამაშება იქით ასტონ ვილას, ასტონ მაგაზეც ორი სიტყვით ვიტყვით,
რა ხდება და კრისტალ პალასი, ისიც ინგლისური კლუბი, ხვდება არა, სტრასბურგს არ არის. რაიო ვალეკანოს, ესპანეთის წარმომადგენელს. ესეც აღსანიშნავი ფაქტია, არაფრის მთქმელი გუნდი, მუშათა გუნდს ეძახიან სხვათა შორის, მაგ რაიო ვალეკანოს. ლეიბორისტები აი იმენა პატარა ის არის რა, უბანი, რომლიდანაც წამოვიდა და მაგ გუნდის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული მწვრთნელთან. ირაოლა იყო მწვრთნელი და ის წავიდა მაგისი თამაშებზე ვერ წაიყვანა საბუთების და გამო არალეგალი იყო თუ არა რაღაცები ვერ მოაგვარეს იქ საბუთები და ის დარჩა მწვრთნელად რაიო ვალეკანოსი. კარგად აითვისა გუნდი და გაიყვანა. ეხა იქ ჩემპიონატში დიდი წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ აი ევროტურნირებზე პირველად თავის ისტორიაში გაიყვანა ფინალში და ეს თასი რომ აიღოს, მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. და აგრეთვე კრისტალ პალასისთვისაც ნუ ამას დაუბრუნდებით, პირველ რიგში ჩემპიონთა ხო მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ არსენალზე. ეხა შევიყვანე პესაჟზე. კი, აი არსენალი პესაჟი ეხა რა ხდება? ყველამ ნახა ორივე ნახევარფინალი, ორივე განსხვავებული ფინალი იყო, ოთხივე გუნდი ჩემის აზრით ოთხივე უმაღლესი დონის გუნდი არის. სხვადასხვა სტილს თამაშობენ უბრალოდ და ეხლა თუ ატლეტიკოს და არსენალის თამაში იმდენად საყურებელი არ არის და არ იყო. ჩემთვის მაგალითად იყო, იმიტომ რომ დაძაბული ბრძოლა იყო, ყველანაირად გათვლილი ჰქონდათ, იქ მწვრთნელთა ჭიდილი იყო უფრო ვიდრე ფეხბურთელების. თან რაღაცებმა შეუშალეს ხელს, ეხლა ხელი შეუშალა ატლეტიკოს, რომ ეს რაღაც ფინალამდე მისულიყვნენ, იმიტომ რომ ჩემის აზრით ატლეტიკოს ერა აი აქ თავდება. დიეგო სიმეონე უკვე ძალიან დიდი ხანია მან არის, მე თუ არ ვცდები 15-16 წელია, ბევრ ამას მიაღწია სხვათა შორის, მაგრამ ჩემპიონატ თასი ვერ აიღო. ვერ აიღო. ორჯერ აიღო ევროპა ლიგა. მიღწევა ისიც რაც აქამდე გააკეთა. ორჯერ აიღო ევროპა ლიგა და ორჯერ აიღო დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები და სუპერთასები აიღო. ერთხელ რეალს მოუგო, ერთხელ ჩელსის მოუგო. მე როგორც მახსოვს. და რა კაი შანსი ჰქონდა ერთხელ რეალთან. თან 4-1 მოუგო ჩელსის სუპერთასი. აი ჩელსის ხო და ის ორჯერ ჩემპიონი გახადა ესპანეთის ბარსა რეალთან ჭიდილი ცოტა სხვა. არა, ცალსახად სიმეონეს ნამუშევარი ადამიანს ძალიან დიდი ნამუშევარი, მაგარი პერსონაჟია, მაგარი ქარიზმატული არის, პირდაპირი, არის ბრუტალური. თავის გუნდელები, ანუ მისი აი ყოველთვის პატივს ემეგეცნელებს, რომლის გამოც, აი მაურინიოს გამოც ამბობდნენ ხოლმე, რომ აი მიწას შევჭამთ მის გამო რა. ხო და სწორი მიდგომები აქვს, იმიტომ რომ თვითონაც მოთამაშე იყო, მოთამაშეც რო იყო, მაშინაც გამორჩეოდა ჭკუით და ტემპერამენტით. ხო და რაღაცნაირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა ყოველთვის, რომ ანუ სადაც იყო და ანუ ატლეტიკოში შეიძლება არ იყოს როდიდან მოყოლებულია, ხო? ყოველთვის ჩანს რომ ფეხბურთელები მსვლელს პატივს ცემენ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ზოგი ეხლა იმას აქცევს ყურადღებას, რომ ბევრ რაღაცეებში ეხლა ფეხბურთელები ბინძურ რაღაცეებს აკეთებენ, ეხლა ზოგი სიმულაცია, მან ბექჰემი გააგდებინა მსოფლიო ჩემპიონატის აი ეგ არასდროს არ მომწონდა ეგ. არც ერთი ადამიანი არ არის, შემოვიდოდ ესე მგონია დაზღვეული რაღაცისგან. კონკრეტულ მომენტში რას გააკეთებს, ესე არ ამართლებს რა თქმა უნდა მას, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, როგორც მწვრთნელი, ძალიან ისეთ სახელგანთქმული მწვრთნელია და პატივისცემას ნამდვილად იმსახურება. მაგრამ ჩემის აზრით გავიდა ის, ვინც უნდა გავიდეს, მე არ მეგონა და მე მეგონა რომ რაღაც ატლეტიკო გავიდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. რაც შეეხება ხა ბაიერნი, პესეჟეს იქ აი სანამ ბაიერნი პესეჟზე გადახვალ, მაინც 20 წლის მერე რო ფინალში ბრუნდება არსენალი, ამას როგორ ხვდები შენთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს? არ ხარ არსენალის გულშემატკივარი, მაგრამ ძალიან სიმპათიური გუნდი იყო ყოველთვის არსენალი. კი, არსენალი ვენგერის დროს ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ანახებდა და გოლების წვიმა იყო უდიდესი ფეხბურთელები, ჯენ ანრი რადღირს, მერე იქ პირესი თამაშობდა. ვერკამპი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო, აი რომ ფინტი მაგის გოლი ალბათ გინახია ნიუკასთან გაიტანა, ულამაზესი ბურთი გაიტანა და
საერთოდ და არგენტინასთან საოცარი მოძრაობა ქონდა კიდე. ის ჩამოღება ბურთის და კუთხეში გატანა. აი ბურთის გაჩერების ერთ-ერთი შედევრებშია შესული საერთოდ. ისე სხვათა შორის იცოდი რომ ბერკამს იმის ფობია აქვს რომ იფრინოს? კი რა თქმა უნდა. ანუ ყველა თამაშებზე ტიპი დადიოდა მანქანით და ან გემით იფრინავდა და ეს 1-3 დღით ადრე ან გემით ან მანქანით მიდიოდა ხოლმე. ნამდვილად მასე. არა გენიალური მოთამაშე იყო ფაქტია. და მაგის სხვათა შორის უშლიდა ხელს თავის აი ხა წარმოიდგინე მანქანით იარე, გადადი ფიზიკურად იღლებოდა, მაგრამ მაინც გენიალური მოთამაშე იყო და გუნდს აი ძალიან ბევრი დიდი სანახაობა დაანახა, დაუტოვა ფეხბურთის მოყვარებლებს. არტეტამ ჩაატარა დიდი სამუშაოები, სხვათა შორის რაღაც იგონებს, რაღაცებს იქ შუაში ხედარგო, ზეთისხილის ხედარგო, რაღაცა რომ აი როგორც ეს ხეიზდება ჩვენც ესე უნდა გავიზარდოთ რაღაც ლივერპულთან მატჩი ქონდა. ლივერპულის ჰიმნი ჩაურთო და ლივერპულის გულშემატკივრების ხმაური და რომ შეგუებოდნენ იმას, აი რამხელა რაღაცასთან გელოდებათ შეჭიდება. რაღაც აი ესე არ არის რომ მოდით ბიჭებო, ეს მარჯვნივ წადი, მარცხნივ წადი, არა, იქ ცოტა ხელოვნურადაც უდგება ამ საქმეს და თავისებური ხედვა აქვს და მე ესე მგონია რომ მიაღწევს თავისას, უკვე მიაღწია ხარ პრემიერ ლიგის ჩემპიონია თითქმის და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა 20 წლის შემდეგ ის დიდ დამსახურება და სხვათა შორის არსენ ვენგერს ერთი ეგ ქონდა. ერთი ეგ ფინალი ქონდა, მეტი არც აუღია არსენალს ჩემპიონატში და ეხლა აქვს შანსი, ნამდვილად აქვს შანსი. ლიგის შანსი აქვს. მე მაშინ მახსოვს რომ უყურებდი არსენალი ბარსელონას. თან 10 ჩემი ინდროინდელი შეყვარებული იყო არსენალისკენ, მამამისიც. და მე ვიყავი ბარსელონასკენ. თან 10 კაცით იყო. ხო. ძალიან ძლიერი გუნდი ყავდა და უბრალოდ მოიგო იმა ვისაც უნდა მოიგო რა. მე სანდერდოგები რა ყოველთვის გულშემატკივრებ ხომ ისეთ გუნდებს რომელსაც შედარებით ნაკლებად ელოდებიან ხომ გრანდები. აი მაგიტომაც ყოველთვის ვიყავი აიაქსის გულშემატკივარი და ერთი ვისურვებდი რომ აიაქსი მინდა რომ დაბრუნდეს ისე როგორც ადრე იყო თავის დროზე ფინალში ჩემპიონთა ლიგის რამოდენიმეჯერ მოიგეს კიდევაც და აბა წლევანდელი ანდერდოგი ხო გახსოვს რა გააჩაატარა ბოდოგლიმტმა. ხო, ეხლა ანუ საერთოდ ბოდოგლიმიტი, ანუ მე როცა აქტიურად ფეხბურთს უყურებდი, მახსოვს რომ აი ვერც წარმოვიდგენდი თუ როდესმე შეიძლება ეგეთი რამე მომხდარიყო, მაგრამ იცვლებათ რომ ისეთი გუნდების გაჩავენ, რომლებიც ხო, მაგრამ ჩემ დროს არ ხდებოდა ისე რომ აი ხა ეგეთ წარმატებისთვის მათ რომ მიეღწიათ ეხა ბოდოგლიმიტი ნახდათ არ გაგახსენებოდა საერთაშორისო ან ინტერნაციონალურ წარმატებებზე. რაღაცეები კი UEFA-ზე, იმაზე, ამაზე, მაგრამ 6-1 მოუგო რომას. კონფერენცს თამაშობდა მე მგონი მაგ წელს მაურინიოს რომას თან ისეთ ამბიციურ წვრთნელს და მაგ წელს აიღო მგონი კონფერენც ლიგა რომამ. თუ არ ვცდები რა, 6-1 მოუგო. ხა 6-1 გუნდს რომ მოუგებ ეს შეურაცხყოფა, მაგრამ ბოდოგლიმტი რომ მოგიგებს 6-1 ცოტა ყველა ეპოქას ყავს რაღაცა ისეთი პერიოდი ყველა ეპოქაში ერთი რაღაცა სიურპრიზ გუნდები ყოველთვის არსებობენ ხოლმე დანიის სოფლიო ჩემპიონობა არ იყოს ეხლა 92-ში თუ ევროპის უცებრო საერთოდ მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ და იუგოსლავიის ნაცვლად. ხო, ეხლა ჩვენ რო არ გაგვექცეს ძალიან თემა, მოდი ანუ ერთ თემას შევეხოთ, ჩვენ კი პრინციპში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე ვისაუბრეთ, მაგრამ PSG ბაიერნზე ვისაუბროთ და იმაზე რომ ლუის ენრიკეზე არ ვიცი როგორ ამდენად სწორი იქნება რაღაცა გულშემატკივრებს იმედი გაუცროა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ჰქონდა ნათქვამი რომ ჩვენ თამაშს გავაგზავნებთ, ანუ ბევრი ისევ იყო როგორ თქვა ინერციით ჯერ კიდევ იმ 5-4-ის, ანუ იმ თამაშის აი ასე ვთქვათ მეორე ნაწილს ელოდებოდა რა, ეიფორია და ისევე მორჩა ერთ-ერთი. რა სიტყვი ამ თამაშზე სწორი ტაქტიკა არჩია თუ არა ლუის ენრიკემ შენი აზრით და იმსახურებ, ნუ ჩვენ მიკერძოებულები ვიქნებით ყოველთვის, მაგრამ ზოგადად ამ თამაშზე რას ფიქრობ? ეს იყო ორი უძლიერესი გუნდის და ორი უძლიერესი წვრთნელის, ესე ვფიქრობ, დაჯახება რა და აუცილებლად სწორად მოიქცა ლუის ენრიკე. ნუ ახლა მოატყუა არა, უბრალოდ მე ესე მგონია რომ არაფერი არ მოუტყუილებია, უბრალოდ პრეს კონფერენციაზე და ხა ჟურნალისტების წინ თქვა რომ ჩვენ სტილს მივაწვევით.
ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10 ბურთს გავიტან, 5-ს გავიტან. იონი გულისხმობს, რომ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ და ითამაშეს კიდევ ცოტა უფრო მიაქციეს დაცვას, რა თქმა უნდა, ალიანს არენაზე ის რაც თავის მოედანზე გააკეთა, ალიანს არენაზე ცოტა რთულია ბაიერნთან. ცოტა კი არა, ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელი და ამიტომაც ახლა შეიძლება იქ დიდი ანგარიში წაეგო, ისეთი სტილით რო ეთამაშა. მით უმეტეს რომ ახლა ხუჭამ რაც ჩაატარა იქ მესამე წუთზე და ეგრევე გოლი გაიტანა, ამან კიდევ შეუწყო უფრო ხელი. ამას და თავი დაიცვა ძალიან კარგად ახლა. აი უბრალო ენით რო თქვათ, კარგი დაცვა ჩაატარა და გაიმარჯვა. აუცილებლად გავიდა, ფინალში გავიდა დამსახურებულად და მე მგონია რომ 30 მაისს გველოდება დიდი სანახაობა, ძალიან დიდი სანახაობა, რომლითაც ისიამოვნებს მით უმეტეს ახლა ჩვენი ქართველი გულშემატკივრებისთვის რამხელა რაღაცა რომ ჩვენი წარმომადგენელი თან თავარი როლის შემსრულებელი ამას არ ვამეტებ და არ ვიძახი არ ვარ მიკერძოებულით რო ვიცი ან რეალობა უკვე მაგაზე ხო არ არის ფაქტია ფაქტია რომ სასწაულებს აკეთებს მართლა და ხალხი უყურებს იმიტომ რომ ხვიჩა თამაშობს უბრალოდ და ძალიან დიდი სიამოვნება და დიდი სიამაყეა ეს რა თქმა უნდა Sony PlayStation-ზე რომ ამოგივიდეს ხვიჩას ქარდი აი მაგითი უნდა მივხვდე რომ Sony PlayStation-ზე რომ ვიღაცა სადღაც იმაში უგანდაში რომ ბავშვი ზის და რაღაცა ამოუვა ხო ხვიჩა კვარაცხელია აი ამდენად სოფლიოს მოდებული რო ხარ ჯერ წარმოიდგინე ბოდიში გაწყვეტილება ასლაპარა წარმოიდგინე გვარის წარმოთქვას ხო ქართული ფაქტიურად ქართულ სასწაულით იქ ქართული ბევრი დაინტერესდა ამითაც და მოკლედ ხვიჩას დიდი მადლობა და საამაყო ქართველია მართლა მედროშია ყველა ჩვენ ლეგიონერებს და ჩვენ სპორტსმენებს რა თქმა უნდა ისინი ბევრი მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხვიჩაზე გვაქვს ლაპარაკი და დიდი მადლობა მას მოკლედ 30 მაისს გველოდება ძალიან დიდი სანახაობა პუშკაშ არენაზე უნგრეთში ჩატარდება და პუშკაში ვიცით ალბათ ვინ არის რეალში თამაშობდა უნგრელი ფეხბურთელი რომელიც ლეგენდა რაულამდე რაული რაღაც პონჩი და რაული ძალიან უყვართ ახლა დონემსკი არ ვადარებ მაგრამ უნგრელი იყო გადავიდა იქ რეალში და იქ თამაშობდა სხვათა შორის ხო და მაგას ვიძახი რაული ახლა იქ მადრიდში რაული როგორც უყვარდათ ანუ თიცე ჩამოსათვლელია ეგრე რა არა მარტო იმის გამო როგორი კალიბრის მოთამაშე იყო უბრალოდ აი ამ ქალაქისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა და მოთამაშეც მაგარი იყო ბეჭდის კოცნა ხო რაღაც ესეთი მე და უბრალოდ სუდად გაუშვეს აი ბიზნესი ყოველთვის ხო მაურინიომ კაი მოდი იცი რა ვქნათ შევეხოთ აი ევროპა ლიგაზე ვილაპარაკოთ ხო ევროპა ლიგას და კონფერენც ლიგას შედარებით უფრო ნაკლები კი არა უბრალოდ თვითონ მე პრემიერ ლიგაზე უნდა გადავიდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იქ რომ აი მე ესე ვიტყოდი რომ უნაი ემერი არის ევროპა ლიგის მეფე უნდა დასვა და დაადო მისი რაც იცის ხო გვირგვინი იმიტომ რომ ბოლო კაცმა 4ჯერ აიღო თუ არ ვცდები 4ჯერ აიღო ეს ევროპა ლიგა სხვადასხვა გუნდები თან სხვადასხვა გუნდები რამდენი გუნდია სხვადასხვა 3 სევილიათი და 1 ვილიარეალი და ფინალში გაიყვანა კიდე არსენალი სხვათა შორის არსენალი გაიყვანა ფინალში და კიდე გაიყვანა რომელიღაცა გუნდი ზუსტად აღარ მახსოვს ახლა მაგდენი მაგრამ აი ძალიან დამსახურებული მცველია და ძალიან ძლიერი მცველია თან რა ჭკვიანურად წარმართა პრემიერ ლიგა უყურე იქაც დაიბევა ადგილი რამე რო იყოს იქიდან რო გავიდეს ჩემპიონთა თასზე და აქაც ახლა ევროპა ლიგას რო აიღებს და მე დარწმუნებული ვარ რომ აიღებს ამას არ გაუშვებს ამ შანსს იმიტომ ფრაიბურგი ჯერსი გამოუცდელია კარგი გუნდია ახალგაზრდული გუნდია კარგი მცველი ყავს ბევრს მიაღწია მაგრამ მაგისთვის ძალიან დიდი მიღწევაა და არ მგონია აი ნოტინგემს რა უკნა უბრალოდ გაანადგურა 1-0 წააგო გასვლაზე და თავის მოედანზე უბრალოდ გაანადგურა 4-0 მოუგო ახლა უბრალოდ აი შანსი რო არ ქონდა ისე მოუგო აი მოდი ესე ვთქვი 100%-დან რამდენს ფიქრობ რომ მისცე 85-ს მივცე 85 ძალიან დიდი უპირატესობა რაც შეეხება ახლა კონფერენც ლიგას იქაც ინგლისური კლუბია იქაც კრისტალ პალას საერთოდ არაფერი არ ქონდა მოგებული თავის ისტორიაში აი ეს საერთაშორისოს გულისხმობ ხო? არც საერთაშორისო და არც ინგლისში არ ქონდა მოგებული. არაფერი. რამდენადაც გასაოცარი. თასიც არა აქვს მოგებული, ან ლიგის თასი? აი და ეხლა
მოვიდა, ეხლა როგორ აი წინა სეზონში მოვიდა, ამის წინა სეზონში მოვიდა გერმანელი სპეციალისტია, არა, ბოდიში ავსტრიელი სპეციალისტია, ოლივერ გლასნერი, რომელსაც ისე დააყენა გუნდი, რომ აიღო ინგლისის თასი და სუპერთასზე და თან ვინ დაამარცხა სიტი. ფინალში სიტის მოუგო და მე სუპერთასიც მოიგო, ლივერპულს მოუგო. რაც ძალიან მეწყინა. გეწყინებოდა. ხო, მეწყინა ხა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, იცი რომ აი ამ სუპერთასს ეგ კრისტალ პალასი მოიგებდა, იმიტომ რომ აი ეს გამოცდილება მაგ მწვრთნელს არ აკლდა. მე განხეთქილებები მოხდა გუნდის ფლობელებთან, იმიტომ რომ ეს კარგი ფეხბურთელები სხვადასხვა აი ეზე რომელიც ეხა არსენალშია და წამყვანი მოთამაშეა ერთ-ერთი არსენალის თავდასხმელი, მაგ კრისტალ პალასიდან წაიყვანეს სეზონის დასაწყისში. ხო და მე განხეთქილება მოხდა, იმიტომ რომ კარგი ფეხბურთელები წაიყვანეს და ვერ შეავს ეს. და ეხა ეს ისეთი მწვრთნელი ამბიციურია, უკვე ამბიციები აქვს დიდი. აინტრახტს ააღებინა სხვათა შორის ევროპა ლიგა. და გერმანიის თასი ააღებინა. გერმანიის თასის აღება შენ კარგად მოგეხსენებათ. მარტივი ამბავი ნამდვილად არის. ყველას მოგეხსენებათ, რა არის გერმანიის თასი, ხო? იქ ბაიერნია. ბაიერნს როგორ მე უნდა აცდე, ხო და მოკლედ გერმანიის თასიც არა იცი რა არის მაინც შედარებით თასის აღება ეგეთი გუნდებისთვის რა ანუ ყოველთვის იქნება შედარებით მეტი შანსი ყოველთვის ექნება თასზე რატო იმიტომ რომ თუნდაც ორი თამაში იყოს ანუ სახლი და გასვლა ან სულ ერთი თამაში იყოს უფრო ადვილია ვიდრე ეხა მაგალითად 36 თამაშიდან საუკეთესოს გამოვლინება ხო იმიტომ რომ ერთი თამაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ანუ ორი თამაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ ისე უფრო რთულია და ანუ მაგიტომაც არის რომ ძირითადად უფრო აი ეგეთ გუნდებს top 5-ის დაბლა გუნდებს ყოველთვის უფრო აგერ შეიძლება ინგლისში არ გახსოვს რამოდენიმეჯერ მოხდა ეგ რომ მეორე ლიგის გუნდმა რო თასი მიიღო და პრემიერ ლიგის გუნდი დაამარცხა ფინალში და ერთი და ორი შემთხვევა ეგეთი არ ყოფილა. კაი, მოდი აი ბოლო სანამ ინგლისზე გადავალთ, კიდე თუ გაქვს რამე სათქმელი, ეგეც გითხარი, თუნდაც არა, უბრალოდ სათქმელი ბევრი გვაქვს. არა, ხო, მაგრამ ანუ რამე ხო არ დარჩი, ხო, მაშინ გადავიდეთ ნელ-ნელა პრემიერ ლიგაზე, შეგვიძლია ჩატარდა ტური. ამათ შევეხეთ, ხო, ძალიან საინტერესო ტური ჩატარდა. მე და შენ რო საუბრობდით გუშინ სხვათა შორის, ანუ შენ ამბობდი რომ აი ეს ფრეები რომლებიც დაჯდა, ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას რომ სადაც არაფერი არავის არ ჭირდებოდა, ის თამაშები ფაქტიურად ყველგან დაჯდა ფრე. აი ხა რომ გავუყვეთ რა ვესთემი არ მოდი დავიწყოთ პრინციპში არა ისე რომ აი კონკრეტულად ჯერ თუ გინდა ვესთემი არსენალს შევეხოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს მან. აი როგორი დაიწყო ტური? დაიწყო მე თუ არ ვცდები ლივერპული ჩელსი. ჩელსი ლივერპულით კი ბატონო. ლივერპული ჩელსი დაიწყო ეხა მაგ თამაში ფაქტიურად არაფერს არ წყვეტდა. ლივერპულმა უკვე გაინაღდა თავისი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება განაღდებული აქვს. უბრალოდ პრესტიჟის გულიზა თან კიდე ჩელსისთან პირველი თამაში წაგებული ქონდა. სხვათა შორის აი მაგ პერიოდი იყო, როდესაც დაეწყო ლივერპულს ვარდნა ჩელსისთან წააგო და მიაყოლა ჩვენი მამარდაშვილი იდგა თუ არ ცდები რა. უი, მამარდაზე შენ წინაზე გახსოვს როგორ ხინჯი დაგვრჩა რომ ვერ ვისაუბრე. იმიტომ რომ შენი საყვარელი გუნდია ლივერპული. სიამაყით სავსევა და მამარდაზე არ თქვით ხო, მოდი გამოვასწოროთ. შევყევით საუბარს და ეს გამოუცდელობის ბრალია იყო. თორე ჩვენი რო გავიგე რომ მამარდაშვილი გადმოდიოდა ლივერპულში და ლივერპულის კარს დაიცავდა ჩვენ სახელოვანი მეკარე რა ვიცი, წარმოგიდგენი ახლა როგორი გახარებული ყავ. ის კი არა ხვიჩას გადაყვანაც უნდათ მან. ნაპოლიში რო იყო მაგაზე ლაპარაკი რომ ლივერპულს ძალიან ხო დაამარცხა. ხო, მაგრამ ხვიჩას მეუღლეს უნდოდა რომ PSG-ში ეთამაშა. იმ დღეს ნახე რაღაცა პატარა სიუჟეტი მაგაზე. მე რომ მინდა შენ რო გინდა ეგრე ვერ იქნება. ლივერპულში თამაში ძალიან პრესტიჟულია და აუ ისე რა იქნებოდა შენთვის მამარდა რო კარში ზის და ხვიჩა რო შეტევაშია და ამას რო უყურებ ლივერპულის გულშემატკივარი რო ხარ საქართველოში. ხო, ფაქტიურად საქართველოს გულშემატკივრობდა. და ჩემთვის რამხელა სიამაყე და რამხელა გზნობა იქნებოდა. ყველა არ დაწყებულა 4-ის ნახევარზე, ანუ იმიტომ რომ არ არის ახლა ცენტრალური მატჩი ნამდვილად არ იყო, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან სახელოვანი გუნდია და ახლა გასაგებია რომ ლივერპული ჩელსისთან საქართველოში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ყავს და რამდენჯერაც არ უნდა ითამაშონ, ყოველთვის გაგისწორდება და შეხედავ და რაღაცა. მაგრამ ნუ არ არის ახლა მაგაზე ბევრი ყველა ორივეს მართლა განაღდებული ქონდა და როგორც სხვა თამაშებში აქაც ფრემურჩა.
ფრემორჩა, მაგრამ როგორ მორჩა ისიც არის, ხო? ლივერპულს უპირატესობა ჰქონდა, დაიწყო ძალიან ძლიერად შეტევები და ულამაზესი გოლი გაიტანა გრაუნბეხმა. ძალიან ლამაზი შორი დარტყმით, აი კვარა სტილში. ცოტა კი არა ჩამოვარდებოდა, მაგრამ ლამაზი გოლი იყო, გამიხარდა და მე თითქოს მოეშვნენ. აი რაღაც ეხა მოტივაცია უხშეთ თორ ამბობდა, მაგრამ ჩელსის მოტივაცია ის იყო, რომ მე არ მახსოვს, როდის წააგო ჩელსიმ 6 თამაში ზედიზედ. 6 თამაში ქონდა წაგებული. და ამ 6-დან 5-ში თამაში ბურთი არ ქონდა გატანილი. მე 6-ში გაიტანა, რომელიც 3-1 წააგო თავის მოედანზე ნოტინგემთან, ოღონდ ის 1 უდრიდა იმ 3-ს, დაჟე 4-ად ჩავთვლიდი, მე ისეთი ბურთი გაიტანა ჩელსის მოთამაშე, მაგრამ ბოლოს საბოლოო ჯამში მაინც ლივერპული utevda, იმიტომ რომ ხა ენფილდი მაინც სხვა არის და გულშემატკივრებთან ურთიერთობა და ასეთი ჩავარდა და რაღაცით ხო უნდა აანაზღაუროს. ეცადა ხა ლივერპული რომ გამარჯობა მოეპოვებინა, მაგრამ ერთ-ერთი დამთავრდა. ნუ რო არ წააგეს, ეგეც კარგია რა. ესე დამთავრდა ეგ თამაში, ამით გაიხსნა ფაქტიურად და ინგლისელებს აქვს და ლამაზად დალაგებული თამაშის გახსნა იციან, რითი გახსნა, რითი დაასრულონ. აი თუ დააკვირდები, ეხა მივყვებით და მივხვდებით რა მოხდა. აი შემდეგი თამაშები იყო, მე მგონი 3 თუ 4 თამაში იყო ერთად. ხო, მე იყო უკვე მე თუ არ ვწდები, ოღონ მე ზუსტად ესე არ მახსოვს, მაგრამ მე იყო უკვე აი ესეთი ბარლი ასტონ ვილა, კრისტალ პალას. მოტივაციო თამაში იყო ბარლი ასტონ ვილა, აი ბარლი ასტონ ვილა. მოდი ანგარიშებს ჩამოთვლი და მე განვარცხე რა. აი თამაში თქვი და ეგრევე გეტყვი რა. ბარლი ასტონ ვილა. ორჩა 2-2. აი ბოლო დღეები პრემიერ ლიგაში უკვე იქ სარდაფშია ეგ. პრემიერ ლიგის სარდაფშია, რომელიც ის სარდაფიც უნდა დატოვოს და სხვას დაუთმოს ახლა და ვაჩვენოთ თან ეს გავარდნილი უკვე დატოვილი პრემიერ ლიგა დატოვილი გუნდია და იქ კიდე ბედნიერი ასტონ ვილა. ახლა რა უნდა მოხდეს? არც ხელი ისეთი აჩვენეს ხალხს საჩვენებელი თამაში, გაიტანეს 4 გოლი, ლამაზად დაშორდნენ, ესეც ფრედ მორჩა, არც ერთი დასჩენასყენი და არც მეორე. დამთავრდა ეგეც ფრედ დიდი აქ არც ჩემი არ შენი ინტრიგა არაფერი არ იყო. ნუ ლოგიკური ახლა მოტივაცია რო გუნდებიც ისეთი არ იყო და მე იყო მე მგონი მანჩესტერი თამაშობდა მან სანდერლენდთან. კი, ეს თამაშიც იყო, აქაც დიდად მოტივაციით არც ერთი გუნდი არ გამორჩეოდა და შესაბამისად 0-0 მოტივაცია 0-0 მორჩა, მაგრამ უყურე რა იყო მან გასასმელი ფაქტი იყო ერთი, რომ მანჩესტერ იუნაიტედს 21 თამაში თუ არ ვწდები 21 თამაში ქონდა ბურთი გატანილი. და აი პირველი მატჩი მოხდა აქ, როდესაც მან ბურთი ვერ გაიტანა. და 0-0 დასრულდა. და ის სანდერლენდსაც შეეხება ეს არის დებიუტანტი, ეხა გადმოვიდა. ყველა ესე იგი ექსპერტები, ფეხბურთის გულშემატკივრები, ყველა უკადდა მაგას განწირულიაო გასავარდანთო და განწირული კი არა თითქმის აი ხა ბოლოს დათმო უკვე პოზიციები და ვერ გავიდა, თორე ევროპ საგზურებისთვის იბრძოდა. და მე მგონი თუ არ ვწდები 31 ტურში იყო ესეთი ძალიან საინტერესო თამაში ნიუკასლ იუნაიტედის სანდერლენდი. და ეს არის აი როგორც ლივერპული მანჩესტერი, არანაკლები სასტიკი დერბია. ერთმანეთის აი დაუძინარი მტრები არის. ლივერპული მანჩესტერი დერბი რანაირად არის კაცო? ლივერპული მანჩესტერი დერბს ეძახიან, მაგი ხა დერბს ეძახიან, რომ აი როდესაც დერბი არის, როცა ერთი ქალაქიდან რეგიონია ერთი თუ რას გულისხმობ? აი სოფლიოს დერბები რო ჩამოთვლია საინტერესო ის, როდესაც მტრები არიან რა გუნდი. ხო, ეგ უფრო დერბს ეძახიან. ეს სუფთა დერბია, იმიტომ რომ რაღაც 16 კილომეტრშია ის სანდერლენდი და ნიუკასლი. ხო, ანუ გვერდი სტადიონი ჩანს, მე ესე მახსოვს რომ სტადიონი ჩანს დაჟე იმათი ლაითია და ეს სენტ ჯეიმს პარკი ნიუკასლის და სენტ ჯეიმს პარკზე იყო და ნიუკასლის სახლის გუნდია ძალიან ის არის ახლა დიდარი კლუბია არაბთა გაერთიანებული მაგრამ ყველაზე მდიდარი კლუბია უბრალოდ რაღაც შეზღუდვები აქვს და მაგაზე გვექნება საუბარი ერთადერთი ინგლისელი მწვრთნელია მგონი ეხლა ვინც ინგლისელი მწვრთნელი წვრთნის ინგლისურ გუნდს პრემიერ ლიგაში ერთადერთი ეგედი ხაუა ძალიან კარგი მწვრთნელია უბრალოდ кейსი როგორც ასეთი ძალიან ძლიერი აქვს მაგრამ რაღაც
ფაქტორებია, რომელიც უშლის რა მას ხელს რა და ვერ მიდის წინ. და მაგაზე ხა წვრთნელებზე გვეკნება საუბარი ალბათ შემდეგ და რაღაც ფაქტია ესეთი დაფიქსირებული მე დავაკვირდი რომ გადავხედე პრემიერ ლიგა რაც დაიწყო ინგლისელს არა აქვს მოგებული პრემიერ ლიგამ როგორც მწვრთნელს არც ერთი გუნდის თავში ინგლისელი არ ყოფილა მაინც პრემიერ ლიგის არსებობის განმავლობაში იწყე 92 წლიდან არც ერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია პრემიერ ლიგა აი ფერგუსონი ბრიტანელია ხო არა სერია მაგრამ არ არის ინგლისელი შოტლანდიელია ხო შოტლანდიელია არანაირი კავშირი ხო არა რაღაც შეღავათი მაინც არის მეთქი რომ ბრიტანეთიდან მაინც რო არის რა ხო თორე ვენგერი ახლა მაგალითად საერთოდ ფრანგია კიდე ვინ იყვნენ იქ ახლა ვინ იყო და ჩელსიში იყო კონტე მანჩინი პელეგრინი იყო ჩილელი პელეგრინი მანჩისა გვარდიოლა ნუ არ გამხდარა მოკლედ რა ხო ფაქტურად ეხლა არტეტა ხდება ეს ესპანელი და ესე რა ინგლისელი მოკლედ არ ყოფილა. კაი, მოდი სანდერლენდი ესენი ჩამოთვალოთ, მაგრამ იცი რა არის? სანამ ამებს გაუყვებით კიდე ეხლა, იმიტომ რომ სხვა თამაშებიც იყო ეგეთი, სადაც ნაკლები мотиваცია იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გვიყურებს, იმათ პირველ რიგში აინტერესებთ შენი აზრი West Ham United-სა და Arsenal-ის თამაშზე. და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ სხვა თამაშებზე და რატო ეხლა, იმიტომ რომ შენ წინა იმაზე ჩვენ პირველ ეპიზოდში და მანამდე მეც მითხარი, რომ Arsenal-სო მაინც ფიქრობ, ეხლა 36 ტური, ანუ დარჩა 2 ტური ფაქტიურად. ნუ City 3 თამაში დარჩა, მაგრამ ამათ 2 თამაში დარჩათ. ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ ამ და შენ წინაზე თქვი, როცა 3 თამაში ქონ Arsenal-ს დარჩენილი, რომ West Ham-თან მაგარი ჯახი ექნებაო და მართლა ეგრე მოხდა, მაგრამ ფეხი დაუწდებაო. მე კითხე სპეციალურად შენ West Ham-თან დაუწდება მეთქი, ანუ და არა შენ თქვი, რომ West Ham-თან მაგარი ჯახი ექნება, მაგრამ მოიგებსო და მე აუსრიალდება ფეხიო. ხო და აი მოდი ეგ მითხარი, ეხლა რას ფიქრობ, დარჩენილი თამაშები, რომელიც Arsenal-ს აქვს, ჯერ პირველ რიგში ამაზე გავაკეთოთ პატარა თვითონ ამ თამაშზე, რომელიც მოიგო Arsenal-მა და შემდეგ უკვე შევეხოთ, შემდეგ ტურებზე რო გადავალთ, შემდეგ ორ ტურზე და ამ პროგნოზებსაც გავაკეთებთ, მე უკვე მაგ თემას შევეხოთ. პირველ რიგში ამ თამაშზე რას ფიქრობ და ომი. პირველი რაც გასაგები ომი, ხო? რაც გულისხმეთ იყო ომი, ვესტჰემი იყო ძალიან ესე იგი ჯერ мотиваცია როგორია, რომ ტოვებს პრემიერ ლიგას, ეხლა მართლა კარგი გუნდია, მე მომწონს და ყოველთვის მეყვარდა ვესტჰემი, ჯერ მოგონებები მაქვს ისეთი ვესტჰემგან, რომ დიდ ჩვენმა დინამომ რო გაიმარჯვა და იქ აპტონ პარკზე რეები ჩაატარეს და მთელი მსოფლიო ალაპარაკეს 4-1 და ბურთებსაც ვინ გაიტანა და ისიც შენგელიამ გაიტანა 2 ხო მგონი? 2 შენგელიამ გაიტანა, 1 გუცაევმა გაიტანა და ჩივაძემ ჩივაძემ წამოიღო ბურთი და შორდა დაარტყა. დიდი დაარტყა, კი. ხო, ნუ ახლა ვესტჰემი ძალიან მიყვარს ეგ გუნდი, თან სანახაობრივი ფეხბურთს და ამოუცნობი გუნდია საერთოდ. ტოვებს ხოლმე პრემიერ ლიგას, სხვათა შორის ერთადერთი გუნდია, რომელმაც დაბლა დივიზიონიდან თასი აიღო. 80 წელს. ხო, აი მაგას გულისხმობ. და მაგ 80 წლის თასის აღებით გავიდა თასების თასზე, რომელიც შემდეგ ჩვენ შეგხვდა. და იყო ომი, არავინ არაფერს არ უთმობდა, უკვე მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი, რომ Arsenal მაგ თამაშს მოიგებდა. ბოლომდე მეთქი აი ხა გაუტანს, მაგრამ რო გათანაბრდა, ხომ გათანაბრდა ბჭყალებში. გაუტანა ვესტჰემმა. მაგრამ არ ჩათვალეს იქ რაია მოკლეს. ხო, რომელი იყო 95-ზე? არა, დამატებუთი იყო. 95-ზე იყო. რაია ერთმა მოთამაშემ დაიჭირა, კი აუცილებლად, კი რა თქმა უნდა. და კი, მაგრამ აი ესე თანამედროვე ტექნოლოგიებში, როცა ნებისმიერ წამს შეგიძლია რომ ნახო, ანუ მაინც რატო თვლიან მაშინ? არ თვლიან რა, იმიტომ ვერ არა, არ თვლიან, ამ შემთხვევაში არ ჩათვალეს, მაგრამ ანუ რატო, როცა ამდენი გადამოწმების საშუალებაა, რატო არ შეიძლება რომ სხვათა შორის დიდი ხანია. თან ესეთ მნიშვნელოვან მომენტში, სადაც წყდება ჩემპიონატის, ფაქტურად ჩემპიონის ბედი და გასავარდნი. დიდი ხანი ამოწმებდნენ. აი, კარგახანს ვარი ამოწმებდა, მაგრამ ეხა იქ ნათელი იყო, რომ ჯერ ერთმა მოთამაშემ დაიჭირა მეკარე და თან თავის საჯარიმოში მეკარე ხელშეუხებელია. დაიჭირა და მეორემ ყელში წაუჭირა. თუ მოკლავდნენ და ესე გაიტანდნენ, ხა არ გამოდიოდა მოკლედ. მაგრამ ისე სხვათა შორის 93 წუთამდე იყო. ძალიან მე დაძაბულობა სულ იყო, მაგრამ Arsenal საღოლ. ხა რატო? იმიტომ რომ საერთოდ როცა აი თუნდაც აგერ 20 წლის განმავლობაში ხა პირველად მოხვდნენ ფინალში
შიდა ჩემპიონატზეც ამხელა მოლოდინია და მთელი ორგანიზაცია როგორ ელოდება ეხა ანუ ძალიან მურტალია რა როცა შენი გუნდის პრეზიდენტი ამდენ ადამიანს ინვესტიციები აქვს ჩადებული შენი გულშემატკივრები ქალაქი ელოდება სუნთქავს იმით რომ ხა ჩემპიონი გახდე და ყველას უკვე მოლოდინია რომ ეგ არის რა პოლო გადარჩე რაც უფრო ფინიშის ბოლოსკენ მიდიხარ აი ძალიან დიდი წნეხია ძალიან მურტალია და მაინც ეხა 93 წუთამდე რო გოლი ვერ გაგაგდა მე აი ის იქნებოდა ერთ-ერთი არსენალი არ მახსოვს რომელი იყო გოლი რო დაეცა და გოლი რო გაიტანეს ისე დაეცა რომ გეგონებოდა რომ ჩემპიონთა ლიგა აიღო და მაგას აღნიშნავს რა იმიტომ რომ მართლა ძალიან მურტალი არის ბოლოსკენ რაც უფრო ბოლოსში მიდიხარ არ დაგავიწყდეს ორი უმძიმესი თამაში ჩაატარა ატლეტიკოსთან არსენალმა და კიდევ ესეთი დაძაბული თამაში ვესტჰემთან ეს არის აი რავი ფსიქოლოგიურად ჯერ ადამიანი როგორ უნდა მოამზადო ამიტომ ვიძახი რომ მართლა ბრავო არტეტას რომ ასე მოამზადა გუნდი ასე ამზადებს ეს მარტო ვარჯიში არ არის დარწმუნებული ვარ რომ ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერად მოამზადა გუნდი და მე ვფიქრობ რომ დამსახურებულად გაიმარჯვა მაგრამ ვესტჰემის გავარდა ცოტა არ იყოს და მეწყინება მე რომ მეწყინება ეხა იმას არის რომ არ გავარდება ან დარჩება მაგრამ არ არის ვესტჰემი თავიდან ძალიან ცუდად თამაშობდა მაგრამ წვრთნელი შეცვლა მუშველა და ძალიან კაი სანახაობრივ ფეხბურთსაც ანახებს და აი ჯერ ჩელსისთან წაგებული თამაში პირველი ტაიმი მოიგო 2-0 და მეორე ტაიმში წააგო 3-2. იქ ჩხუბიც მოხდა ის რო ყავთ კაცო. ადამ ტრაორე, აი ესეთი ხო ჯირკი. ხო ის ატლეტია. აი ყველა სპორტში გაკაჩოდა ამერიკულ ფეხბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში. მაგრამ ეგეთ ფეხბურთელებს ამოსდით, იცი აი რატომ არ არის აი ადამა ტრაორე ჩემი საზრით რა თქმა უნდა რომ აი დიდი ფეხბურთელი რადი იცი აკეთებს რაღაცას რაღაცას გააკეთებს ვა აი გადამწყვეტ მომენტში იცი რა ხდება თითქოს შუქი ჩაუქრესო შეიძლება ელემენტებს ხო აი რაღაცა ისეთი მოძრაობები აქვს რომ ვერ გაიგებ და აი მაგალითად პასი მიეცი პასი აი ნათელი შენ ამბობ საფეხბურთო IQ აქვს დაბალი ხო IQ და მარტო მაგას არა ძალიან ბევრია ისეთი რომ აი კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, ტექნიკურადაც ძალიან კარგი განვითარებულები არიან, მაგრამ აი კონკრეტულ მომენტში გეუბნები შუქს უკრობენ თითქოს. ეს რაღაცა პასის მაგივრად იმია კარში ურტყავენ ეს აქვს. აი ეს არის კიდე ეგეთი. ტრაორეს რო IQ ქონეს და ეხა ზიდანის ხედვა მაშინ უკვე მართლა ხო, ზიდანის ხედვა არა, მაგრამ ელემენტარული არის ხოლმე რა. აი თითქოს ითიშებიან ხოლმე მართლა რამოსდით არ ვიცი რა. ხანდახან ეგ იცი რა არის გათიშვაზე კი არ არის მარტო გააჩნია შემთხვევებს რა მაგალითად ეხა ვიღაცა ხედავს თუნდაც გინდა კვარა იყოს გინდა ვინმე ისეთი მაღალი დონის მოთამაშე რომ აი მართლა რაღაცა ვერაფერს ვერ შეგვ ეგ არის პირველ რიგში მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის დამსახურება ხოლმე და მოთამაშეების დამსახურება როგორ შეიძლება ისე აგიწყონ ტაქტიკა შენ ამოგხადონ სული ფაქტიურად იმითი რომ მუდმივად შენზე იყოს ორი მცველი მუდმივად ისეთ პოზიციაში მოგიწიოს წასვლა ყველა მოთამაშეს აქვს რაღაცა პატარა სისუსტე მაგალითად უყარს უფრო მარჯვნივ წასვლა და არა მარცხნივ წასვლა მაგალითად სუსტი აქვს შედარებით სუსტი ახლა იმ დონეს უკვე ყველა ძალიან მაღალი დონის არის შედარებით მარცხენა ფეხით უჭირს შედარებით აი მაგალითად IQ არ აქვს ამ პასის კულტურა არ აქვს მოწინააღმდეგე მწვრთნელი ყოველთვის როცა შენი მოთამაშე უკვე ადის აი აქ ყოველთვის ეცდება რომ მისი სუსტი მხარეები გამოიყენოს მაქსიმალურად და რაღაცნაირად დაიძულოს რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს არ დადგეს თავის წერტილებში არ დაარტყას იმ ადგილებიდან საიდანაც ყველაზე მეტად უყვარს თუ თავით თამაშობს სტანდარტულები შეუზღუდო მოკლედ ყველანაირად უნდა მოაგდო რითმიდან თუმცა ის მომენტებიც არის როდესაც ზედმეტი წნეხის გამო იქნება თუ გამოუცდელობის გამო იქნება თუ თქვათ ელემენტარული პასის კულტურის არ ქონის გამო იქნება თუ რის გამო იქნება კი ბატონო ხანდახან არის რომ უბრალოდ მართლა ფეხები უკან კალებს ტიპებს ეგეც არის ისიც არის რა შემთხვევებს გააჩნიეთ თორე ამიტომაც არის აი არსენალი ვესტჰემზე რომ გავაგრძელოთ რა და ამით შეგვიძლია რომ მე სხვა თამაშზე გადავიდეთ თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო რომ შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ ორი ტურის მერე აღმოჩნდეს რომ რეალურად ამ თამაშმა გახადა ფაქტიურად ხო ჩემპიონი შეიძლება ეგრეც მოხდეს რა ხო და აი ნახე დაუკვირდი რა ანუ რეალურად 4-ჯერ დაარტყა კარის მიმართულ ანუ კარის მიმართულ კარში დაარტყა 4-ჯერ არსენალმა 3-ჯერ დაარტყა ვესტჰემმა 6-ჯერ დაარტყა არსენალმა კარის მიმართულებით მაგრამ არასწორად და 2-ჯერ დაარტყა იმან ერთადერთი უბრალოდ არსენალს ეხა ბურთის გორაობა ნახდა დარეშლება და ძალიან კარგად ათამაშებენ
ბურთს, ანუ რომ მიუშვა, რომ მიუშვა, შეუულიათ რომ შევა მთელი თამაში 80-20-ზე გაგიკეთო. უპირატესობა ყოველთვის. მაგრამ ხო, 64-36-ზე იყო ეხლა, რა თქმა უნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახში თამაშობდა West Ham-ი, ყოველთვის ესეთი გუნდები Arsenal-ისნაირი ტიპებთან ყოველთვის ესდებიან, რომ კონტრშეტევებზე ააგონ თამაში. მაგრამ ამით იმის თქვა მინდა, რომ საბოლოო ჯამში რა ვიცი ხა რა შეღავათია West Ham-ის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ უბრძოლველად დათმო, ან გული და სული არ ჩადო, მაგრამ ნუ კლასმა მაინც თავის იქნა. იმიტომ რომ City-თვის იყო კიდე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, იმიტომ რომ ნუ ხა ფაქტიურად ქულაშია ხა ხო ერთი გამოტოვებული თამაში აქვს City-ს. იმას აუცილებლად მოიგებს. ანუ ამაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ რომ ხო 3-0 მოიგო დამაჯერებლად მოიგო დამაჯერებლად აი უყურე დამაჯერებლად ვერ მოიგო რატო არა კი 2-0 იგებდა და ბოლო წუთზე გაიტანა მესამე გოლი მაგრამ დამაჯერებლად გულისხმობ დამაჯერებლად ხა იცი ახლა რა City-ია თავის მე-7-ზე გაიტანოს გინდა 33-ზე 57-ზე 60 თამაშს უყურე და Brentford იცი აი ძალიან რთული გუნდია ძალიან რთული გუნდია მასთან რაღაც ტაქტიკები და უბრალოდ ასეთ გუნდებთან იცავს თავს და ყავს ესეთ ფეხბურთელები რომ ერთი თუ გაუვარდა ნუ ეგ ეხა ყველასთან შესაძლებლობაა იმიტომ რომ ვით უმეტეს 36 ტურში რაც უფრო მეტია წენხი 1000 ჯერ თქვით ეგეც რა თქმა უნდა უფრო რთულდება მაგრამ მაინც ასე თუ ისე თავისი მოკლედ რაც გასაკეთებელი ქონდა 3-0 მოიგეს ზედმეტი დაძაბულობის ზედმეტი ნერვების ღლეთის გარეშე თუმცა ხო, რა ვიცი, 60 წუთი რომ გადის და ბურთს ვერ იტან, ეგ ცოტა უკვე დაძაბულობისკენ ხო, რა თქმა უნდა, თუ City-ის ფანი ხარ, ინერვიულებდი. აი დოკუმ ძალიან მაგარ ფორმაშია ხა და ის ჯერემი დოკუმ გაიტანა, ძალიან მაგარი ბურთი გაიტანა, უბრალოდ აი დაცვა მოდუნდა რა და იმ ხელა ფარტი დაუტოვეს გაიტანა დაბარასიზავდა ხა და მაგან გარდატეხა შეიტანა უცებ და მე მოახჩო რა. კაი, მოდი, პრინციპში ჩვენ ის თამაშები, რომლებიც უკვე ჩატარდა თითქმის ფაქტიურად ყველაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა მოდი ვისაუბროთ შემდეგ ტურზე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი ტური გველოდება იმ ხრივ რომ რაღა დარჩა, ხო? მან მე როგორც ვიცი, West Ham-ს უფრო ადვილი თამაში აქვს. ადვილი თამაშები. ხო, ანუ მოდი ჩამოთვალოთ რა თამაშები იქნება და იმის მიხედვით მე გავუყვეთ რა. ფაქტიურად, ნუ Manchester-ი და ძირითადად ვიც მოტივირებულია იმას შევეხოთ. კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ Manchester Crystal Palace-ი მაშინ დიდად ამ შემთხვევაში City-ისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მაგრამ კაი, მოდი, აი, ჩამოთვლით თამაშებს და მე ავარჩიოთ რომელი გვინდა. ფაქტიურად იწყება Manchester City Crystal Palace-ი იქნება. მე უბრალოდ პარასკევიდან იწყება Aston Villa Liverpool-ი. მე იქნება Brentford-ი Crystal Palace-ი. აი, Aston Villa Liverpool-ი უყურებ, მან გადაწყდება მე-4 ადგილი. და აი, კარგია რომ მითხარი აღარ მახსოვდა. ხო. მან როგორი სიტუაცია ინგლისიდან გადის 5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. ხო, მაგრამ შეიძლება მე-6-იც. ხო და შეიძლება მე-6 ადგილიც დაუთმონ თუ Aston Villa აიღებს მე-5 ადგილს და არა მე-4 ადგილს. უყურებ მე-4 ადგილი რო აიღოს და მე-5-ზე ლივერპული გავიდეს. ხო, ეგრევე აღარ გამოდის, მე-6 ვერ გადის. ამიტომ აი ეგ ეხა იცი როგორი მომენტია, რომ უეჭველი ლივერპული არ წააგებს რა. ეხა ეგ რო Aston Villa მოიგოს, ამ ბოროტია, ან კიდე რა ვიცი, ხა რომ არც თქვენ და არც მე თავის ქვეყანას ვნებ. თავის ქვეყნიდან თუ უნდა რომ 6 წარმომადგენელი იყოს და თვითონაც იყოს, მაშინ ეგრეა. ხო და რაღაც ძალიან ბანალურად მიმაჩნია რა. აი ხო აი არ წავაგებ აშკარად ჩანს ეს რომ თუ მე-5 თან ეგრე მიდის ერთნაირი ქულები აქვს თუ არ ცდები ეხლა ლივერპულს და Aston Villa. ნუ ამ ეტაპზე ლივერპულს აქვს 59 ქულა და იმათაც 59 აქვს. ორივე 36 თამაში ჩატარებული. მაგრამ რა ხარ მე-4-ზე არის ლივერპული, მაშინ რაღაცა შეიძლება ურთიერთშეხვედრები არის დათვლილი ამ გოლებია მან პირველ რიგში. აი, ბურთების თუ არის პირველ რიგში, მაშინ კი ბატონო, +12 აქვს. ლივერპულს და იმას +4 აქვს. 4 აქვს. ესე იგი, ფაქტიურად ორი თანაბარი გუნდი, თანაბარი ქულებით უფრო სწორედ რა და ეხა ვინ გაიმარჯვებს, მაგას ნახოთ. ესე იგი, შენი პროგნოზი იქნება ლივერპული, ხო ესეა? ლივერპული არ წააგებს. თან გინდა, თან შენ ეხა ლივერპულის გულშემატკივარი ხარ, რომ არ წააგებს. ოკეი. ნუ Brentford-ი Crystal Palace-ია, ახლა Wolves-ი Fulham-ს მოდი დიდად
მგონი არ არის ძალიან საინტერესო. აი, აი ნიუკასლი ვესტჰემია, კაი სალაპარაკო ეხლა რა. რას ფიქრობ ნიუკასლი ვესტჰემი მოიგებს მაგთან. სულ რომ მოიგოს ტოტენჰემმა დღეს, ვესტჰემმა აუცილებლად უნდა მოიგოს. კი არა და რომ მოიგოს ვით უმეტეს უნდა მოიგოს. ისედაც მოსაგებია, გადაც მოსაგებია. ვესტჰემი მოიგებს ამ თამაშს, ესე გადაჭრით ვერაფერზე ვერც იმ ლივერპულზე ვერ იტყვი და ვერც ვესტჰემზე ვერ იტყვი ამას რომ მოიგებს თუ წააგებს. ერთი ფაქტი ის არის რომ დიდი ინტრიგაა მე მგონი ბოლო თამაში ტოტენჰემი ვისთან. აი ტოტენჰემი ვისთან თამაშობს, ამას აქვს დიდი ინტრიგა რა. ჩელსი ყველა ვარიანტი ჩელსისთან აქვს შემდეგ. მაგაც აუ რა ლოდო. ვის ეთამაშა ჩელსი ლონდონური დერბი. ხო და ეხა ეგ ჩელსი ტოტენჰემი არის სუფთა დერბი. აი მტრები არიან ერთმანეთის ურთულესი თამაში აქვს. 92 წლის მერე ასეთი ინტრიგა არ ყოფილა რომ ამდენ გუნდს ჰქონდა საშუალება გასულიყო ევროტურნირებზე და აი მაინც და მაინც ამ 2-3 ტურში უკვე გადაწყდა რომ იქ ვერ იმასიზავდნენ რა ვეღარ გავიდნენ ეხა უკვე ცოტა დარჩა ბრენტფორდი და ბორნუთი და ის დარჩა ბრაიტონი ეს ორი გუნდია რომელსაც შეუძლია შევიდეს ევროტურნირებში აი ეს მე-6 ადგილი რა ხო და ბორნუთს აი სიტისთან ექნება და სიტის კიდე ხა როგორ ჭირდება მოგება მაგაზე ორი ბორნუთსაც ძალიან ორივე ჭირდება მაგრამ ნუ ახლა ის ჩემპიონობასთან ფავორიტი სიტი იქნება ახლა თავისთავად და თან იცი რა ხდება ბორნუთში 16 თუ 17 თამაში არა აქვს წაგებული ბობის ბორნუთს მართლა დიახ აი რომ ჩახე იმიტომ ვიძახი და ზუსტად ეგ არიოლა არის მაგ ბორნუთის მწვრთნელი მე რომ ვიძახი მწვრთნელი რომელიც წამოვიდა რაიოვარი. არა, ბორნმუთს 55 ქულა კაცო მე-6-ზეა, მაგრამ ანუ რამდენი არ აქვს წაგებული? ზედიზე. 16. თუ 17. აი ან 16, ან 17 ზუსტად. აი, ეგ სტატისტიკაც საინტერესო იქნება, მე მოვიძიოთ. ხო, ბორნმუთი მე-6 ადგილზეა, 55 ქულით და მე მოდის ბრაიტონი. კაი, თან გავუყვეთ რა და სიტის ბორნმუთის სიტი მოკლედ ნუ ახლა გასაგებია რომ სიტი იქნება ალბათ შენთვის ფავორიტი, ხო რა? შენთვის კი ობიექტურად ეგრეა. მოიგებს ჩემი საერთოდ კი უნდა მოიგოს. წინაზე რო გითხარი პირველ ეპიზოდზე შენი აზრით არსენალი გახდება თუ სიტი მეთქი შენ ვინ თქვი რო გახდებაო? მე არავინ არ მითქვა. მაშინ ეხლა თქვი. ჩემპიონი მაინც არსენალი. ნუ აი როგორ გიგზნობს გული თუ არსენალი. არსენალი, მაგრამ აი რომ ის რო რაღაცა მაქვს რო აი ეხ უყურებ ის არ გაქვს. ბარნლის ხვდება. რომელიც საერთოდ ყველა თამაში მინიმუმ 3 ბურთს უშვებს ალბათ 2-3 ბურთს უშვებს. არსენალი ხარ და ასეთ თამაში თუ არ მოიგო, თორე ბოლო თამაში ვისთან აქვს არსენალს ნახე თუ გინდა თუ არ ცდები კრისტალ პალას. კი, ბოლო თამაშია კრისტალ პალას. აუცილებლად მოიგებს რა. იმიტომ რომ კრისტალ პალას სათამაშო აქვს და თუ მერეა რომელ რიცხვში აქვს ხო? და ეხლა დღეს ხო ლიდს ეთამაშება ვესტჰემი. ისა ტოტენჰემი და ვესტჰემი ეთამაშება ლიდს ბოლო ტურში. ხო, ლიდსი არის გამოყვანილი, აქ ორივეს ეთამაშება. შევა ამას წაართოს და აკიდე პირიქით გააკეთოს. მოკლედ ლიდსზე გადის რა, ვინ დარჩება ამათ შორის ფაქტიურად. ხო, ზის ეხა და ბიჭებო, ეხა და ტოტენჰემს ექნება ბოლო ტურში, ახლა გავარდნაზე ვისაუბრეთ, ამდენი ვისაუბრეთ ტოტენჰემზე, ტოტენჰემს ექნება ბოლო ტურში ევერტონთან. აი ეგრეა, მანჩესტერ სიტის ექნება ასტონ ვილასთან ბოლო ტურში. ევერტონს ალბათ მოუგებს, იმიტომ რომ ევერტონმა ამფრეთი დაკარგა უკვე შანსი, რომ იქ რაღაც ევროტურნირებზე გავიდეს. მოკლედ, აი საჩემპიონოს, ეხლა ყველაზე მეტად ალბათ მაინც აინტერესებს საჩემპიონო ამბავი და რბოლა, ხო? მოდი თქვათ, მაშინ შევახსენოთ ჩვენ ძვირფას მაყურებლებს, ეხლა რა თემა ხდება. მოკლედ, ესე იგი, არსენალს დარჩა თამაშები როგორ? არსენალი ეთამაშება ბარნლის ამის შემდეგ და ბოლო ტურში ეთამაშება როგორც უკვე თქვით კრისტალ პალას. სიტი ეთამაშება ჯერ ითამაშებს გამოტოვებულ თამაშს კრისტალ პალასთან მოიგებს მაგას. მერე ექნება თამაში ფაქტიურად ბორნმუთთან, უკვე ამაზე ვისაუბრეთ და ბოლო ტურში ექნება ასტონ ვილასთან. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე შენ თვლი რომ მაინც უფრო არსენალი, ხო? იმიტომ რომ არსენალს ექნება ყველა თამაში უნდა მოიგოს არსენალს და სიტიმას წესით. არსენალი. მაგრამ ბოლო წუთამდე მე ვიძახი რომ ბოლო წუთამდე იქნება დიდი ინტრიგა. აუცილებლად იქნება ინტრიგა, იმიტომ რომ ესე უბრალოდ აქ სიტიმ დაკარგა ევერტონთან ქულები და всё ამით გადაწყდა არ ამგონია რომ მოხდეს. აი თუ გახსოვს ეხლახანს ლივერპულთან რომ ქონდა ჩემპიონობის გასარკვევი და ბოლო ტურში ხდებოდა ასტონ ვილას. ზუსტად ასტონ ვილას ხდებოდა სიტი თავის მოედანზე. და 2-0 აგებდა.
და თან კიდე ჯერარდი იყო, აი რამდენად ის იყო დათხოვა და ჯერარდია მეთქი მწვრთნელი. რომელსაც ფეხი დაუცდა და ლივერპული ჩემპიონი ვერ გახდა. ეხლა ასტონ ვილას მწვრთნელია და ამ ასტონ ვილამ თუ დააკარგვინა ქულები სიტის ლივერპული ხდება ჩემპიონი. ფაქტიურად იმ ცოდვას მოიშორებდა რა. და 2-0-ს უგებდა, მაგრამ სიტი მაინც მოიგო. აი, მეორე ტაიმში რაღაც 10 წუთში გაუტანა რა. ხო და მაგიტო ვიძახი რა, ეხლა ეს პრემიერ ლიგა აქვს. ვერაფერ პროგნოზს ვერ გააკეთე. არა, პროგნოზი ხო უბრალოდ დაждდე. ზუსტ იმას ეგრე რომ ვიცოდეთ, ეგრე ავშენდებოდით. უნდა დაждდე და ისიამოვნე. იმ დაძაბულობებით, იმ პროცესებით, რაც იქ ხდება, ეს არის მთელი ფილმი, ხო გეუბნები, რაღაც სასწაული, აი უმაგრესი ფილმი, აი როგორ არის კრავთა დუმილს რო უყურებ და სულ დაძაბული რო ხარ რა მოხდება და აი რო შუქი ჩაქრება რაღაც ეგეთი მომენტი. პრინციპში პრემიერ ლიგაზეც ახლა ვისაუბრეთ, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამე კიდე დაგრჩა ისეთი რაც გინდა რომ აღსანიშნავი არის, ამაზე შეგიძლია ისაუბროთ თუ არა და გახსოვს შენ მე და შენ საუბრობდით შენ აპირებდი გეკითხა ყველაზე მეტად რომელი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც მე ცხოვრების განმავლობაში დავამახსოვრდა. ახლა ამაზე მინდა საუბარი, იმიტომ რომ რახან მაინც ფინალი ახლოვდება, ლოგიკური იქნება თუ გავიხსენებთ მსოფლიო იმის მასშტაბით ყველაზე უფრო ჩემთვის დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგა. ახლა მე შენ გაცილებით მეტი თამაში გახსოვს, ახლა მართლა მე კი ძალიან მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, როცა შენ ლივერპული და თბილისი დინამოს თამაშს უყურებდი, ხო 3-0 რომ მოვიგეთ. აქედან გამომდინარე მე შენ ხელა არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც მახსოვს. ახლა მიუხედავად იმ ჯერთი აიაქსი ჩემთვის, იცი რომ საყვარელი გუნდია და შემდეგ უკვე ბარსელონა გახდა საყვარელი გუნდი, ისევ იმიტომ რომ აიაქსიდან გადადიოდა ბევრი ყოველთვის და კუმანიდან დაწყებული, რა ვიცი, მე კუმანი მწნელი იყო იქ, მოთამაშისა კუმანი კრუიფი, კუმანის თამაშობდა იქ, მაგრამ კრუიფი იყო მწნელი და ანუ ეს ჰოლანდიური კულტურა ორივემ კუმანმაც კრუიფმაც მწნელების რაიკარდი იყო ისიც ხო ანუ ჰოლანდიური მწნელები ჰოლანდიელი მოთამაშეები ბარსელონაში უკვე რაღაცა კულტურის ნაწილი გახდნენ ამიტომ მეც აიაქსი ახლა თან აიაქსის პოლიტიკა ყოველთვის იყო რომ გაგიზრდიდა ტიპებს მე გრანდებში მიდიოდნენ ხო პატრიკ კლაივერტი იქნებოდა თუ დევისი იქნებოდა თუ ზეედორფი იქნებოდა თუ დებურები არა აქედან გამომდინარე ჩემთვის ბარსელონა და აიაქსი მნიშვნელოვანი გუნდებია და აიაქსის ჩემპიონობა როდესაც იუვენტუს მოუგეს ეგ იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო სხვა პონჩი, ხო 1-0 იყო სხვა პონჩი. 95 და მე წააგეს თვითონაც 1-0, როცა რავანელიმ გაუტანა რა, მეორე სეზონში. კი ბატონო, მაგრამ როცა მოიგეს, მაშინ ერთ-ერთი მთელი სამყარო შეყვარებული იყო მაშინ და აიაქსი, იმიტომ რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდები იყვნენ, არავინ მათგან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ და რა ვიცი. ხო და ამიტომ ეგ შემილია თქვა, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ ეგ უბრალოდ სუბიექტურია, იმიტომ რომ მე ვარ აიაქსის გულშემატკივარი, მაგრამ არასდროს არ დამავიწყდება, როცა უყურებდი რა მოხდა ბაიერნი და მანჩესტერის ფინალის დროს. აი თლიანი თამაში, ანუ საერთოდ როგორი მიდიოდა, არც ერთის გულშემატკივარი არ ყოფილა, რა ჩემიც მაგაცი იყო ბაიერნის გულშემატკივარი, მაშინ მახსოვს და ანუ ის იყო ჩემთან ერთად და უყურებდით და ამიტომ მისკენ, მაგრამ მე არც ნეიტრალური ვიყავი, მაგრამ ისეთი უკვე ვეღარ ხვდებოდი რა. მანჩესტერის მიმართ ჩემი სიმპათია მქონდა, რომ სერ ალექს ფერგუსონი ძალიან მევასებოდა, მაგრამ ბაიერნშიც კიდე ბასლერი რო იყო, იმასაც ძალიან დიდ პატივს სცემდი და აი შუაში ვიყავი რა, მათეუსი. ის თამაში და მატეუსთან როგორი უცნაური მატეუსი რო გაიყვანეს ბოლოში იყო რაღა იყო 2 წუთით თუ ადრე თუ რაღაცა გაიყვანეს და არ დამოვიწყდება მატეუსის სახე ბუცები ეჭირა ესე და აი ეს მეორე უკვე რო წააგეს რო გაიაზრო რო გაშიშდა ტიპი რო ანუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მატეუსის მოედანზე ყოფნას მე არ ვამბობ რომ ის რომ მოედანზე ყოფილიყო მანჩესტერი ვერ გაიტანდა მეთქი მაგრამ მაინც რა თან როგორი რაღაცა იცი მანამდე ის რო იყო რა ერქვა იანკენი კი არა მაგრატელა რო დაარტყა და ძელს რო გაარტყა ის რო იყო მელოტი ისეთი კარსტერ იანკერი ხო იანკერი მაგას აუ იანკერმა მაშინ ჯერდი მაშინ ძალიან მაგარ ფორმაში იყო ბასლერმაც გაიტანა გოლი ჯერ ბასლერმა ჯარიმიდან გაიტანა ხო საჯარიმოდან გაიტანა და მე ამ იანკერმა ძელს გაარტყა ბაიერნის იმით მიდიოდა მე თუ მკითხავ ეგრე მახსოვს რომ უპირატესობითაც და მომენტებიც ისეთი იქონდა რომ მეთქი ეგ არის რა 2-0 გახდება მორჩება შემოიყვანა მე ფერგუსენმა სოლშერი ეს ხო ყოველთვის აქ სოლსკიერს ეძახდნენ მაგრამ იდეაში იქნება სოლშერი ეგ იყო გადამრჩენელი მართლა აი ოქრო ბეიბი ფეის კილერს ტყუილა არ ეძახდნენ რა ანუ კვლელი ბავშვის სახე რაღაცნაირი არანორმალური ალღო და რაც თავარია არანორმალური ბედი და იღბალი ქონა ტიპს აი ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა სადაც იყო საჭირო რა და შერინგემი და
გახსოვს პეტერ შმეიხელი ჩასული იყო უკვე. ანუ ისიც იქ იყო. და ნუ პეტერ შმეიხელის მოკნეული ფეხის მერე არ იყო შერინგენმა რომ სოლსკერმა მიარტყა. ხო, სოლსკერმა მიარტყა. ანუ რეალურად ჩემთვის იყო ყველაზე უფრო ალბათ იმიტომ რომ აი შოკის მონგრელი თამაშითაც დრამატურგიითაც და ბოლოში რაც მოხდა ვინმე რო იყოს რეჟისორი და წინასწარ რო შეეძლოს რომ დადგას რეჟისორი რა ბოლომდე ის გააკეთა რაც გულშემა იმიტომ რომ საოცრება იყო იმიტომ რომ ფაქტიურად თან იცი რა არის ისე რომ მომხდარიყო რომ 1-1 გახადა მანჩესტერმა და მერე დამატებითში წააგო კიდე ხო მაგრამ როცა 90-მე წუთზე იგებ და 93-ზე უკვე აგებ. აი ეგ იყო რა ყველაზე უფრო შოკის მონგრელი, იმიტომ რომ მან თქო მარტო ახლა ეგ ბევრ თამაში შეიძლება მოხდეს რომელიღაც შიდა ჩემპიონატზე ან თუნდაც საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ამ დონის ფინალში რო ეს ხდება, მაშინ აი ეგ ძალიან დამამახსოვრდა მახსოვს თორე რა თქმა უნდა იყო თამაშები იგივე ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი მეთქი რომ გეუნებოდ იგივე ბარსელონას თამაშები ჩელსისთან მარტო ფინალებზე არ არის საოცარი თამაშები ნახევარფინალებშიც არის ხოლმე და მეოთხედ ფინალებშიც და ამიტომ ხო ლივერპული მილანი ესეც მიუხედავად იმისა რომ მანდაც ნეიტრალური არა ნუ ჩემთვის არის ც გაიგე იმიტომ რომ ჯერ სხვა ვერ დაგეთახმები არა ობიექტურად მე მაგას ვერ შევხედავ მეთქი მაგრამ უცნაური იცი რისი თქმა უნდა ერთადერთი მაგას შეგეკამათები უცნაური არის ის რომ ლივერპული ქვია მილანიც და აიაქსი მილანიც და მანჩესტერი ბაიერნშიც აიაქსის გარდა ფაქტიურად ყველგან ვიყავი ნეიტრალური მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის თამაშები დამამახსოვრდა სადაც ნეიტრალური ვიყავი და სადაც ჩემ გუნდს გულშემატკივრობდი არა აი 2005 წლის სტამბოლის ფინალი ხო ისა პატარა ისტორიას მოგეყები რა ხდებოდა იცი რომ უყურებ ხა ჩემი გუნდი როგორ ესე ვთქვათ რომ გუნდი რომელსაც გულშემატკივრობ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადის და წინ დგას თან ევერტონი მაგის ესე ვთქვათ მტერი არანაირი მტერი არ არიან უბრალოდ ერთი ქალაქის გუნდები არიან და ვერ გადის ამ მეოთხედ ფინალ მეოთხე ადგილზე ევერტონი და რო უყურებ ასეთი თამაში და იმ განლაგებით რაც ხდება იქ შანსი არ და ბენიტესი იყო პირველი წელი მოსული ლივერპულში მანამდე ბენიტესმა ესე იგი ტენერიფეში მივიდა გადმოიყვანა ტენერიფე ვალენსიაში მივიდა ჩემპიონი გახადა მოკლედ სადაც მივიდა წარმატებას მიაღწია და წამოიყვანეს ამიტომ ლივერპულში და ლივერპულში აღა დაგემართა მეთქი ბიჭო ფიქრობდა მე უცებ შევხედე და უმოკლესი გზა ჩემპიონთა ლიგაზე არის ჩემპიონთა ლიგის მოგება ეხლა უმოკლესი დაარქვი შენ მაგრამ ბიჭო ლიგას იგებს მეთქი რა უეჭველი მოიგებს ლიგას და ეგეც აგიხდა რა მოიგო ლიგა თან როგორ სამით და როდესაც ეგ მომივიდა თავში ჯგუფური ეტაპი იყო რომელსაც ლივერპულს საერთოდ არც განიხილავდნენ საერთოდ იმიტომ რომ მაშინ ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდი იყო ჩელსი ძალიან ძლიერი გუნდი იყო რეალი მოკლედ ძალიან ბევრი გუნდი იყო ისეთი რომელიც ნუ მილანზე არა მაქვს ლაპარაკი ვარსკვლავებით დაჭედილი იყო უმაგრესი გუნდი აი ყველა პოზიციაზე რო ვარსკვლავი ყავდა ის კი არა რომ აქ ეს ყველა პოზიცია ქონდა გაწოდა მალდინი დაცვაში წარმოგიდგენია ეხა რა ის არის ლაპარაკი ოც ვისაც ეკითხებიან ყველაზე მაგარ თავდასხმას ვისთან გიჭირდა რომელი მცველი იყო ეგრევე მალდინი ყველა იძახის მალდინი ნესტაც ძალიან მაგარი იყო მაგრამ მალდინიზე ეხლაც აი ეს ტრენდი როა TikTok-ზე რა ანუ ეს თუ ის აღარ მახსოვს ვინ იყო რობერტო კარლოსი იყო და ერთი ხუთი მოთამაშე კიდე უფრო old school-იდან რა და ყველა მალდინიზე ყველა მალდინის ასახელებდა იმიტომ რომ ნუ არც აი როგორ პატკატებს აკეთებდა და არა აი ის არ მახსოვს მე მაგალითად არ მახსოვს ხა რომელიმე დაეჩახოს მალდინის არა ისეთი იყო რაინდული მცველი იყო რა ხისტად თამაშობდა მაგრამ როგორც ასეთი დამტრეული მაგის დამტრეული ფეხბურთელი არ მახსოვს მოდი ჩვენ მაყურებელსაც ვთხოვოთ რომ მეგობრებო ჩემპიონთა ლიგის აი ორად გავყოფ რა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში თქვენთვის ყველაზე საყვარელი ფინალი რომელი იყო ყველა დროის არჩიეთ და ერთი ისეთი თქვით რომელიც არა მარტო ჩემპიონთა ლიგის არამედ სოფლიო საფეხბურთო ისტორიაში თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ფინალი და რატომ თუ არ შეწუხდებით ესეც დაწერეთ და ამაზეც მე ჩვენც ვეცდებით რომ ან კომენტარებში გიპასუხოთ ან უშუალოდ აქედან გიპასუხოთ ასევე ძალიან მინდა გთხოვოთ რომ თქვენი რჩევა გითხრათ რაზე პირველ რიგში გადაცემის დინამიკაზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ ჩვენ კრიტიკისთვის ყოველთვის ღია ვართ შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ არგუმენტირებულად, ჯიგრულად, კარგად. აი მე ამას ვისურვებდი, მე იმას ვისურვებდი.
მადლობა ძალიან დიდი, ლაიქი როგორც ყოველთვის, თუ გისწორდება ჩვენი კონტენტი, გააშიარეთ, ხარი დაგვიჭირეთ და ეგარე. აბა დროებით გემშვიდობებით და შევხვდებით ერთ კვირაში. კარგად.